ისევ და ისევ გილოცავ მთელი ცვალებას ეხლა ხან იყო გილოცავთ მთელი ცვალების დღესასწაულს რომელიც რა თქმა უნდა მოასწავებს იმ უზარმაზარ ნათელს იმ დიდ ნათელს იმ სიწმინდეს იმ სიმშვიდეს რომელიც მოაქვს უფლის ხილვას უფლის ნათელის ხილვას რა თქმა უნდა როგორც გრიგოლ პალამას უზარმაზარ ჰომილიაში არის და მას კამათი ჰქონდა ვინმე ვარლამ კალაბრიელთან რომელიც კათოლიკური მოძღვრების მიხედვით არ აღიარებდა საფრთხო ნათელს თაბორის ნათელს როგორც ნათელს რომელიც არის ღვთის ბუნებისაგან გამომდინარე ხელთუქმელი ენერგია არამედ აღიარებდა როგორც რაღაც სხვა რამ ხელთქმნილს აი ამ კამათის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ არის დაწერილი მაგრამ რა თქმა უნდა ეს არც ხელთქმული ნათელია არც რაიმე ატმოსფერული მოვლენა არც რაიმე რაღაც მოჩვენება არამედ ეს არის ის საოცარი ღვთაებრივი ხელთქმული ნათელი რომელიც გამომწყინდა და მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნება მაცხოვრის ის ნამდვილი ღმრთეება და თქვენ იცით რომ მაცხოვარი შეურწმუნდა და განუშორებდა ორი ბუნებით იყო საფრთხო ღვთაებრივი ბუნებით და კაცობრიობრივი ბუნებით ეს ორი ბუნება ერთმანეთში არ იყო გაზავებული და არც განყოფილი ამავე დროს ეს ორი ბუნება თითქოს ერთმანეთს ზოგჯერ ღვთაებრივი ეფარებოდა კაცობრიობს მაგრამ აქ ღვთაებრივი გამომჟღავნდა და პირველ რიგში დაინახეს მაცხოვარი ისეთი როგორც იგი ასე ვთქვათ შეიძლება ადამიანმა იხილოს თუმცა კი ღმერთს ადამიანი ბოლომდე თვალს ვერ უსწორებს როგორც მზე სიმართლისას ვერ უსწორებს ადამიანი თვალს თავის სოფლ თვალებს რადგანაც ის სიწმინდე ის სინათლე ის ნათელი მას წუდიადად ეჩვენება იმიტომ რომ მისი თვალები ვერ აღიქვამს იმ უკიდურეს სინათლეს და სიკაშკაშეს და ეჩვენება ღვთაებრივ წუდიადად ამას დიონისე არეპაგიტელის წერს ღვთაებრივ წუდიადის შესახებ მის საოცარ ნაშრომში მისტიკური ღვთისმეტყველება და ზეციური იერარქიის შესახებ ასე რომ აი ეს ღვთაებრივი ნათელი გამომწყინდა და იხილეს მათ მერვე დღის საიდუმლო მერვე დღე თქვენის უფლის დღეა მეორე მოცვლის დღე მერვე დღის როგორ იქნება უფალი თავის დიდებაში ეს არის ის საიდუმლო რომელიც იხილეს მოციქულებმა და დაატყვევდნენ და მათ იქ დარჩენა მოიდებათ იმდენად მყუდრო იმდენად ნათელი იმდენად დრთვინველი საოცარი სიმშვიდე საოცარი ამაღლება საოცარი სურვილი განუშორებლობისა დაეუფლათ მათ ღვთაებრივი ნათელის ხილვის დროს სამი ტალავარი გავაკეთოთ აქ ეს კიდევაც ხო ამიტომ ეს ღვთაებრივი ნათელი არის ის ნათელი რომელსაც ქრისტეს ნათელს უძახით ჩვენ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველდღე ნათელი ქრისტესი გვიხსნის გზას ნათელი ქრისტესი თაბორის ნათელი რომელიც გამომწყინდა ხილულად თუ ზოგჯერ უხილავად თუ ზოგჯერ ხილულად დაყვება მონათულ მართლმადიდებელ ქრისტიანს და უნათებს ამ ძიმე მიწიერი ეკლიანი ცხოვრებით ეკლიანი და განსასწრებელი სავსე ცხოვრებას და გზას მაგრამ ერთი მოწყალია და ამ ნათელს არასდროს არ აკლებს ადამიანს თუ კი ადამიანი თვითონ არ განეშორება თავის სოდობით და ფარველ ანგელოზს არ განაგებს მისგან და ღვთაებრივ ნათელს სულიწმინდისას არ მოიშორებს და არ განეშორება თვითონ და სოდობით დაბნელებული თავს განსაცდელისთვის მისაწვდომად არ გაიხდის მერც არავის გამოსწავლდა ნათელის მოკლება და დაცვის მოკლება უბრალოდ ადამიანი ხანდახან თავის თავს დაუცველს აშიშვლებს ამ ნათლისგან და მიუწვდომელს ღვთის მადლისა და ნათელისათვის ქრისტეს სამეუფო მსახურება აშკარად გამომწყინდა და კიდევ ერთხელ კვლავ დადასტურდა დოგმატი ყოვლადწმინდა სამებისა თქვენ გახსოვთ განცხადების დღესასწაული ან იგივე ნათლისღების დღესასწაული სადაც განცხადდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი როდესაც ძე ღვთისა შედის წყალში ხმა ისმის ზეციდან ესე არის ძე ჩემი საყვარელი და სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოდის მას აი განცხადდა რომ ღმერთი ერთია მაგრამ იგი გვამოვნებით სამია რომ ღმერთი ერთ არსია მაგრამ სამჰიპოსტასურია რომ ღმერთი ერთია მონოთეისტები ვართ ჩვენ მაგრამ ტრინიტარული მონოთეიზმია ქრისტიანული მართლმადიდებლური მონოთეიზმი ამიტომ განსხვავება ჰიპოსტასებს შორის არის მაგრამ განსხვავება მართლმადიდებლურ დოქტრინაში შემდეგია მამა უშობელია ძე მარადის იშობა ხოლო სულიწმინდა მარადის მამისაგან გამოვაც და ამ სამი ჰიპოსტასი ერთმანეთთან გაიგივება ამ განსხვავების გარდა ხდება რადგანაც ერთია ესეთი ყველა ერთი ღმერთია მაგრამ ამ თვისებებს რომლებიც ჩამოყოლებ მხოლოდ არის განსხვავება მათში დანარჩენი ისინი ერთი ღვთის სამგვაროვნება მაგრამ ცდარი დოქტრინა იმის შესახებ რომ სულიწმინდა მამისაგანაც გამოვაც და ძისაგანაც გამოვაც
ეს აუბრალებს ყოვლადწმინდა სამების დოგმაც, ატოლებს ყველა ჰიპოსტაზს ერთმანეთს და იქმნის ძველი აღთქმის მონოთეიზმში გაღარიბებულ მონოთეიზმში გადადის. მაგრამ ეს სხვა თემაა, ამ თემაზე სხვა დრო შეიძლება საუბარი. ამგვარად დადასტურება ისევ მოხდა განცხადების დღესასწაულზე, როგორც მოხდა ნათლისღებების დღესასწაულზე განცხადება ყოვლადწმინდა სამების ახალ აღთქმაში, ასევე აქაც მოხდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატის განცხადება ქრისტე სულიწმინდა და ხმა გარდამოდის ზეცი და ღრუბლებიდან ფერისვალებაზე, ხო? აქაც ყოვლადწმინდა სამების დოგმატის საოცარ საშინელ დაბეჭდვას, საშინელ ბეჭედს, საშინელ ყოვლადწმინდა სამების თვით გამოცხადებას სოდვილი კაცობრიობისადმი ღმერთის აბსოლუტურად მიუწვდომელ საიდუმლოს, მასში შინაგანი ცხოვრების საშინელ საიდუმლოს ვაწყდებით, საშინელი ღვთაებრივი სიყვარულისა ჰიპოსტაზებს შორის, რომელიც მაგალითი უნდა იყოს ადამიანებისათვის სიყვარულისა. ღვთაებრივი სიყვარული საოცარი და მიუწვდომელი გვიღაღადებს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამგვაროვნებად ძევს მასში რიცხვის სამი დუმაგად და მიუწვდომელად. დღესაც საღამოს საკითხავს სახარებაში პირდაპირ დადასტურებაა ყოვლადწმინდა სამების შესახებ. და წარმედით და მოიმოწაფებით ყოველდღე წარმართმით და ნათელსცემით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცმინდისათა. და ასამბლით მათ დამარხოთ ყოველი. რაოდენი განცდით თქვენ და ხაესერმე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და მიღახსასვლად და სოფლის ამი. და ხედავ თქვენ აქაც ყოვლადწმინდა სამების დოგმატის დადასტურებას საღვთო ახალი აღთქმის გამოცხადებაში, სადაც ამბობს წარმედით და მოიმოწაფებით ყოველდღე წარმართმით ნათელსცემით მათ სახელითა და არა სახელებითა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცმინდისა. ერთ არის ღმერთი და ვადიდებთ მას და ვამბობთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცმინდისა და არა სახელებითა. ღმერთს მიმართავთ შენობით და არა თქვენობით, აბსურდია თქვენობით, შენობით. ასე რომ აქაც არის ყოვლადწმინდა სამების დოგმატის დადასტურება. თქვენც ყოვლადწმინდა სამება გვარავთ. შვიდობით მიგიყვანოთ მარიამის დღესასწაულში. ყოვლადწმინდა სამების ეს საოცარი დოგმატი, საოცარი გამოცხადება ღვთისა, ტრინიტარული მონოთეიზმი ახალი აღთქმისა, ჩვენი რწმენისა, ჩვენი მოღვაწეობისა, ჩვენი სიყვარულისა, ჩვენი ერთმანეთის ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულის პარალელურად უფრო გაღრმავებული იყოს და შეგვემეცნოს ჩვენ. და გფარავდეთ თქვენ მამაძე და სულიწმინდა ერთ არსი ყოვლადწმინდა სამება, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცმინდისათა